გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს გესაუბრებით სიმბოლოებზე, რომელთაც შეიძლება ყოველდღე ხედავთ, თუმცა მათი მნიშვნელობა დიდი ალბათობით არ გეცოდინებათ. Bluetooth-ის ნიშანი. Bluetooth-ის სიმბოლო, რომელსაც ხშირად B100-თან ვაკავშირებთ. სინამდვილეში სულაც არ არის B. და საინტერესო გადახვევა. ძველად დანიას მართავდა მეფე ჰარალდ ბატალდი. მან დანიური ტომები ერთ სამეფოდ გააერთიანა და სწორედ ამით გაითქვა სახელი. მეფეს ძალიან უყვარდა მოცვი, რის გამოც მისმა ზოგიერთმა კბილმა ლურჯი შეფერილობა მიიღო. სწორედ ამიტომ მას მეტსახელად შეარქვეს Bluetooth-ი, რაც ლურჯ კბილას ნიშნავს. Bluetooth-ი ეკუთვნის შვედურ კომპანია Ericsson's. 1994 წლის დასაწყისში Ericssonმა შექმნა საცდელი ჯგუფი, რათა შეესწავლა სხვადასხვა მოწყობილობებს შორის ახლო მანძილზე რადიოტალღების მეშვეობით მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობები. კვლევის წარმატებით დამთავრების შემდეგ 1998 წელს შვედური და კიდევ რამდენიმე წამყვანი კომპანია Nokia, IBM, Intel, Toshiba თანამშრომლობას შეუდგნენ და დაარსდა სპეციალური ჯგუფი, რომელმაც აქტიურად დაიწყო Bluetooth-ის სტანდარტის შემუშავება. 1998 წლის მაისში უკაბელო კომუნიკაციის ახალი სტანდარტის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდა. Bluetooth-ის სიმბოლო დაღებულია ჰალარდ ლურჯკბილას ინიციალები და დასმულია ერთმანეთზე H და B. ამ მეფის დროს დანიაში სწორედ იმ ამბანით წერდნენ, რასაც ჩვენ დღეს ძველ ნურდულს, რუნებს ვუწოდებთ. გული. გულის სიმბოლო, რომელიც სიყვარულსა და რომანტიკას აღნიშნავს, მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მაგრამ ისმის კითხვა, რატომ აღვიქვამთ ამ სიმბოლოს როგორც გულს? მაშინ, როდესაც ის საერთოდ არ გავს ადამიანის გულს. მოდით გადავხედოთ ისტორიას. თუ საიდან წარმოიშვა ეს სიმბოლო? ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ზოგიერთი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ჩვენთვის ცნობილი გულის სიმბოლო თავდაპირველად უძველეს რომის იმპერიაში გამოჩნდა. ის ამოტვიფრული იყო რომაულ მონეტებზე და სინამდვილეში სილფიუმის ყვავილის ფოთლის ფორმას გამოხატავდა. ეს მცენარე რომაელებისა და ბერძნების მიერ სამკურნალო საშუალებად იყო აღიარებული. სწორედ ამიტომ დაიწყეს მისი ამოტვიფრვა მონეტებზე. არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომლის მიხედვით გედების წყვილი ერთმანეთთან შეხებისას გულის ფორმას ქმნიან. მსოფლიოს ბევრ კულტურაში სწორედ გედი განასახიერებს სიყვარულს, ერთგულებისა და თავდადების სიმბოლოს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ წყვილი გედები სიცოცხლის ბოლომდე ერთად არიან. ასეთი ერთგულებით ისინი ნამდვილად გამორჩეულნი არიან. არსებობს კიდევ ერთი ჰიპოთეზა, რომელიც გულის სიმბოლოს ქალურ ფორმებთან აკავშირებს. ამ მოსაზრების მიმდევრები მიიჩნევენ, რომ სიმბოლო ქალის მენჯს უკავშირდება. ძველი ბერძნები სხეულის ამ ნაწილს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მათ ტაძარიც კი ააგეს ქალღმერთ აფროდიტეს პატივსაცემად. ტაძრის უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის მსოფლიოში ერთადერთი ადგილი იყო, სადაც თაყვანს დუნდულებს სცემდნენ. თქვენ რომელი ვერსია მოგწონთ? თავისუფლების ქანდაკების გვირგვინი. თავისუფლების ქანდაკება მდებარეობს ნიუ-იორკის ყურეში. ის საფრანგეთმა 1986 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებს აჩუქა დამოუკიდებლობის დეკლარაციის 100 წლის იუბილეზე. ქანდაკება დამზადებულია ბრინჯაოსგან. მან 1900-იანი წლების შემდეგ ფერი იცვალა. ქანდაკების გვირგვინში მცირე ზომის ოთახია განთავსებული. თუმცა ამ გვირგვინს სიმბოლური დატვირთვა აქვს. ის შედგება 7 წვეტისგან, თითოეული მათგანი კონტინენტს წარმოადგენს. გვირგვინი კი ზოგადად თავისუფლების სიმბოლოა. აქვე დავამატოთ, რომ დეკლარაციის მიღების, მაგრამ არა ხელმოწერის დღე, 4 ივლისი, ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღედ ითვლება. დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კოლონიები ამერიკის შეერთებულ შტატებად მოიხსენიება. პაუზა. გიფიქრიათ ოდესმე თუ რატომ გამოისახება პაუზა ორი ხაზით? ბევრ ადამიანს წამს, რომ ორი ვერტიკალური ხაზი, რომელიც პაუზას აღნიშნავს, იგივე ცეზურაა. ცეზურა ტაიპის რიტმულ ინტონაციური პროცესის გამყოფი ბუნებრივი შესვენებაა. სიცოცხლის ვარსკვლავი. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მომსახურების ემბლემა, რომელსაც აკონტროლებენ ამერიკის მედიცინის ასოციაცია და ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტი. წარმოადგენს ცისფერ 6-კიმიან ვარსკვლავს, რომლის ცენტრში თეთრი ფერის ასკლეპიოსის კვერთხია გამოსახული. ემბლემა სიცოცხლის ვარსკვლავი დააპატენტეს 1967 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის შეიმუშავა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შეფმა ლეო შვარცმა.
დღესდღეობით აღნიშნული ემბლემა შეგვხვდება სხვადასხვა ქვეყნის სასწრაფო დახმარების ავტომობილებზეც. ვარსკვლავის 6 ქიმი სიმბოლიზირებს 6 ძირითად ამოცანას, რომელსაც ხსნიან სასწრაფო დახმარების მაშველები: აღმოჩენა, შეტყობინება, sapasukho რეაქცია, ადგილზე გაწეული დახმარება, ტრანსპორტირების მომენტში გაწეული დახმარება და დახმარების სპეციალურ ცენტრში გადაყვანა. კადუცეუსის სიმბოლო. ლეგენდის თანახმად, ბერძნული მითოლოგიის ღმერთს, ჰერმესს, ჰქონდა ჯადოსნური კვერთხი კადუცეუსი, რომელსაც მორიგების უნარი გააჩნდა. მას შეეძლო ნებისმიერი დავა მშვიდობიანად გადაეწყვიტა და მტრები შეერიგებინა. მე-19 საუკუნიდან კადუცეუსის კვერთხი ხშირად გამოიყენება როგორც მედიცინის სიმბოლო, რაც გამოწვეულია გავრცელებული შეცდომით. ის გამუდმებით ერევათ ასკლეპიოსის კვერთხში, თუმცა მას მედიცინასთან არანაირი კავშირი არ აქვს. კადუცეუსის კვერთხზე ფრთებია გამოსახული და მასზე 2 გველია შემოხვეული, ხოლო ასკლეპიოსის კვერთხს ფრთები არ აქვს და მასზე 1 გველია შემოხვეული. ანუ იცოდეთ, რომ ეს ორი სიმბოლო ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება თავისი შინაარსით. შეავსე საწვავი. ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ჩასასხმელად შესულ ადამიანებს საწვავის აუზის ადგილმდებარეობა ხშირად ეშლებათ, რის გამოც მანქანის მობრუნება უწევთ, რათა სწორ პოზიციაზე დააყენონო. ბევრ ავტომანქანაში იმ ადგილას, სადაც საწვავის ჩასასხმელი აუზის ნიშანია ნაჩვენები, შენიშნავთ პატარა ისარს, რომელიც გიჩვენებთ, მანქანის რომელ მხარესაა აუზი განთავსებული. ამ პატარა ისრის მნიშვნელობა ხშირად არ იციან ხოლმე, თუმცა ამ ვიდეოს ყურების შემდეგ თქვენ მათ სიაში არ იქნებით. კავშირის სიმბოლო. ეს კავშირის სიმბოლოა, რომელიც ლათინური i-თვის და ლათინური n-ის შესატყვისია. აღნიშნვა პირველად ანტიკურ რომში, ციცერონის პირადმა მდივანმა, ტირომ გამოიგონა. მან წერის სიჩქარის გაუმჯობესების მიზნით აბრევიატურების სისტემა შექმნა, რომელიც მოგვიანებით ტიროს ნოტების სახელით გახდა ცნობილი. მოგვიანებით სიმბოლო გავრცელდა ევროპასა და ამერიკაში. დიდი ხნის განმავლობაში ინგლისურ ანბანშიც კი ეკავა საპატიო ადგილი, თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისში ამოიღეს. სიმბოლოს ampersand-ი ქვია, რომელიც უკავშირდება ფრაზას and per si and. დროთა განმავლობაში ლათინური ასოები i და t ერთმანეთს შეერწყა და საბოლოოდ ასეთი სახე მიიღო. ჩართვა-გამორთვის ღილაკი. თითქმის ყველა ელექტრონულ მოწყობილობას აქვს ჩართვა-გამორთვის ღილაკი. კომპიუტერს, smartphones, joystick-ებსაც კი. ხშირად ჩართვა-გამორთვის ღილაკზე ხვდებით 2 სიმბოლოს: ვერტიკალურ ხაზსა და წრეს. შეიძლება ბევრმა ჩვენგანმა არ იცოდეს, რომ ეს სიმბოლოები შემთხვევით არჩეული არ არის. ხაზი ნიშნავს ჩართვას, ხოლო წრე გამორთვას. მაგრამ მაინც რატომ ეს სიმბოლოები და არა რაიმე სხვა? პასუხი შეიძლება ითქვას მარტივია. 1 და 0 ბინარული კოდია. ხაზი წარმოადგენს ერთიანს, ხოლო წრე 0-ს. ბინარული კოდი სხვაგვარად რომ ვთქვათ, კომპიუტერის ენაა. კარგად რომ აღიქვათ, გაიხსენეთ ფილმი მატრიცა. ზოგადად თუ არ იცით, კომპიუტერში განხორციელებული ყველა ქმედება ამ კოდის საშუალებით სრულდება. ბინარული კოდირების აღნიშვნის ჩაწერა ორობით სისტემაში ჯერ კიდევ ძველი დროის ინდუელმა მეცნიერმა პინგალამ შემოგთავაზა. ბინარული კოდი ასევე ცნობილი იყო უძველესი ჩინური წიგნიდან, I Ching. როგორც ირკვევა, მისი საწყისები სწორედ ასეთი ძველი დროით თარიღდება. დროთა განმავლობაში ორობითი სისტემა იხვეწებოდა. 1905 წელს ფრანცის ბაკონმა დაამუშავა ანბანის ასოების ორობით სისტემაში კოდირება. I Ching-ზე დაყრდნობითა და სხვა მონაცემების დამუშავებით მე-17 საუკუნეში გოტფრიდ ლაიბნიცმა აღწერა თვლის ორობითი სისტემა, სწორედ მასია დაფუძნებული თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკა. ყველაზე უფრო შესამჩნევი შრომა შეასრულა ბრიტანელმა მათემატიკოსმა ჯორჯ ბულმა 1854 წელს. მის ნაშრომებს მომავალში ეწოდა ბულის ალგებრა და სწორედ ეს უდევს საფუძვლად დღევანდელ ციფრულ ელექტრონიკას. მართალია ბულის მერეც იხვეწებოდა ეს სისტემა, მაგრამ ბულის ალგებრა გახლავთ ის საფუძველი, რაზეც აღმოცენდა ის სისტემები, რომლებმაც თავიანთი საწყისი დაუდეს ჩვენს დღევანდელ ციფრულ ყოფა-ცხოვრებას. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ეს დიდი სტიმული იქნება ჩვენთვის, რათა უფრო მეტი ხარისხიანი და შემეცნებითი ვიდეო შემოგთავაზოთ. ნახვამდის.